ოპოზიცია ამბობს, რომ ქართული ოცნების ლიდერების და ამ შემთხვევაში კახა კალაძის გადაწყვეტილება, რომ არ დაემორჩილოს ევროკავშირის გადაწყვეტილებას დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტის სანქცირების შემდეგ კალაძე გადაადგილდება ჩვეულებრივი პასპორტით, ეს იქნება мотивация ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის, რომ ახლა უკვე უვიზო რეჟიმი გააუქმონ საქართველოსთან იმ შემთხვევაში, იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლების მაღალჩინოსნები არ ითვალისწინებენ და არ ასრულებენ ევროკავშირის გადაწყვეტილებას. რა შედეგი შეიძლება მოხვდეს კახა კალაძის ამ ნაბიჯს ევროკავშირის მხრიდან ოპოზიციას ამ საკითხზე საუბარი უჭერს, თუმცა ეს ბუნებრივი არის დამატებითი სტიმული და мотивация ევროკავშირისთვის, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ახლა უკვე უფრო მკაცრი ზომების მისაღებად ემზადებიან და აქტიურად მსჯელობენ უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით. თუმცა იქამდე სანამ ამ უმკაცრეს გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მხოლოდ ჩინოვნიკებს დაუწესონ სანქციები და ამ პრივილეგიებით, რაც არის დიპლომატიური პასპორტის ქონა, ვეღარ ისარგებლონ ქართული ოცნების ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა, მათ ვინც ასე ვთქვათ არღვევენ მასობრივად ადამიანის უფლებებს საქართველოში. უკვე 12 სახელმწიფო ევროკავშირში, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო და დღეს ირაკლი კობახიძემაც დაადასტურა თავად, რომ ვიზის აღება დასჭირდა კონკრეტულ ქვეყანაში შესასვლელად. თუ ბოლოს ირაკლი კობახიძის ვიზიტებს გადავხედავთ, ის ბოლო ერთი თვის განმავლობაში უნგრეთში და იტალიაში იმყოფება და უნგრეთის საზღვარი ქართული ოცნებისთვის ღია, რადგან უნგრეთი ქართული ოცნების ერთადერთი მოკავშირეა, თუმცა რაც შეეხება იტალიას, ჩვენი ინფორმაციით იტალია ითხოვს ვიზის აღებას იმ შემთხვევაში, რომ იმისთვის, რომ ქართული ოცნების რომელიმე მაღალჩინოსანი შევიდეს იტალიის ტერიტორიაზე. ირაკლი კობახიძე ქართული ოცნების ლიდერებთან ერთად ბოლო პერიოდში მილანში იმყოფებოდა, ქართული ოცნების საკონსულოს გახსნადა და როგორც ჩანს, კობახიძე სწორედ იტალიას გულისხმობდა, როდესაც თქვა, რომ მას დასჭირდა ვიზის აღება კონკრეტულ ქვეყანაში შესასვლელად. როდესაც დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტებისთვის გაუქმდა უვიზო მიმოსვლა, ეს არის რა თქმა უნდა გარკვეული სანქციის დაწესება და როდესაც ჩვენ, ესე იგი, ხელისუფლების წარმომადგენლები ამაყად გვიცხადებენ, რომ ფაქტიურად ამ სანქციას თავს არიდებენ და ჩვეულებრივი პასპორტებით, ანუ გადაადგილდებიან ევროკავშირში უვიზოთ, ეს უნდა გვესმოდეს, რომ ნიშნავს იმას, რომ ამითი мотивациას უქმნიან, ესე იგი, ევროკავშირს, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე დაიწყონ მუშაობა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, იმიტომ რომ გამოდის, რომ უვიზო რეჟიმით სარგებლობენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც არიან სანქცირებული და ამით უბიძგებენ ევროკავშირს, რომ გაამკაცროს ასე ვთქვათ, გადაადგილების პირობები საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. ეს არის ხელისუფლება, რომელიც ფიქრობს მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე. გვაბრუნებენ ისევ სავიზო რეჟიმის ხანაში და აქ პრობლემა იმაში კი არ არის, ქოცებს შეექმნება თუ არა სამოგზაურო დისკომფორტი და მოუწევ თუ არა ვიზების აღება. არამედ პრობლემა არის საქართველოს ინტერესების გატარებაში, საქართველოს მომავალში, ჩვენს ინტეგრაციაში ევროკავშირში, რომელიც ყველაფერი შეფერხდა, შეჩერდა, იმიტომ რომ ჩვენ გვყავს ის ხელისუფლება, ის თვითმარქვია რეჟიმი, რომელმაც მიიტაცა ძალაუფლება. საქართველოს ეგრეთ წოდებულ პრემიერ-მინისტრს და თბილისის მერსაც მოუწიათ ჩვეულებრივი პასპორტით გადაადგილება, დიპლომატიური პასპორტები გაუქმდათ მათ და კობახიძის შემთხვევაში ნახეთ, რომ მას ვიზის აღებაც კი დაჭირდა. ევროკავშირის სანქციები ცხადია მუშაობს, ეს ბიუროკრატიულად დროში იყო გაწელილი, მაგრამ ის უკვე ამოქმედდა, რაც ნიშანია იმის, რომ ევროკავშირი შეუძლია უკვე შემდეგ ეტაპზე გადავიდეს, ინდივიდუალურად სახელმწიფოების სანქციებით შესაბამისად უფრო მეტად დაჩქარდება. ეს გადაწყვეტილება ემსახურებოდა სწორედ იმას, რომ ინდივიდუალურ სახელმწიფოებს უკვე ჰქონდეთ იმის ბერკეტი, ამ ევროკავშირის სანქციებზე დაყრდნობით დააშენონ უკვე ინდივიდუალური სანქციები. ჩვენ ვართ მომხრე, რომ კონკრეტულმა ინდივიდებმა, რომლებიც პასუხისმგებელი არიან, რომ ქვეყანა აქამდე არის მისული დემოკრატიის უკუსლო ადამიანის უფლებების სისტემური განადგურება და დარღვევა, ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება, ვინც აი ამ ყველაფერზე ამ ამნებლობაზე არის პასუხისმგებელი, მათ რა თქმა უნდა, მათ შორის რეჟიმის შეზღუდვით, უვიზო რეჟიმის შეზღუდვით უნდა აგონ პასუხი ამ მავნებლობაზე.
დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მქონე პირებისთვის სანქციების დაწესება და უვიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილება წევრმა სახელმწიფოებმა სხვადასხვა პერიოდში მიიღეს და ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ეტაპობრივად დაამოქმედეს ეს გადაწყვეტილება. საბოლოო ჯამში უკვე 12 ქვეყანაა, რომელიც ან ვიზებს ითხოვს, ან სხვა ნაბიჯებს ითხოვს ქართული ოცნების ხელისუფლების ჩინოვნიკებისგან, რომ გადაადგილდნენ ამ ტერიტორიაზე. ზოგი ქვეყანა ითხოვს ვიზას, ზოგ ქვეყანაში კი რიგითი ჩვეულებრივი პასპორტებით, რითაც საქართველოს მოქალაქეები გადაადგილდებიან, აქვთ შესაძლებლობა შევიდნენ შენგენის ზონაში და ისარგებლონ ევროკავშირის სიკეთით. როგორც ჩანს, ქართული ოცნებისთვის პრობლემას დღეს უკვე აღარ წარმოადგენს დიპლომატიური პასპორტებისთვის სანქციების დაწესება, რადგან ისინი ჩვეულებრივ რიგითი პასპორტებით მაინც გადაადგილდებიან, თუმცა ამასთან დაკავშირებითაც ევროკავშირს აქვს თავისი პოზიცია და ამბობენ, რომ ეს არის მხოლოდ ერთი და პირველი ნაბიჯი ევროკავშირის მხრიდან და თუ გააგრძელდება მსგავსი ტიპის ანტიდასავლური და ანტიევროპული პოლიტიკა, უკვე ამის შემდეგ უფრო მკაცრ სანქციებს უნდა ელოდოს, მათ შორის ფინანსურ სანქციებს. ბიძინა ივანიშვილის თითოეული გუნდის წევრი, რომელიც გააგრძელებს საქართველოს რუსულ ორბიტაზე გადაყვანას.